კომპანია კნაუფმა დაასრულა თაბაშირმუყაოს სამუშაოები და ჭერის და კედლების შეფითხვა დაიწყო. პირველ რიგში ხდება ნაკერების დამუშავება, როგორც გრძივი, ასე განივი ნაკერების. ამისთვის იხმარება ფითხი ფუგა გიფსი ან შიტროკი, რომელიც მზა ფითხი არის. რომლის მანქანით დატანაც შეიძლება და ხელით დატანაც, ხოლო ფუგა გიფსი ხელით სამუშაო ფითხია. ნაკერებს ვამუშავებთ მარმირებელი ქაღალდის მეშვეობით, რომელიც როგორც გრძივ, ასევე განივ ნაკერებზე წებდება ფუგა გიფსის მეშვეობით. შემდეგ როდესაც ეს გაშრება, უკვე შემდეგ კიდე ზემოდან ხდება დატანა 2-3 პირის და თან ზუმფარით უნდა დამუშავდეს, რომ ზედმეტობები მოცილდეს. ხოლო მთლიანი ზედაპირის შეფითხნა უკვე ხდება სატენ-გიფსის მეშვეობით, რომელიც უფრო სუფთა პირია და შეიძლება იდეალურად სუფთა ზედაპირების მიღება. ხოლო რაც შეეხება შიტროკის მზა ფითხს, მისი მეშვეობით შეიძლება როგორც ნაკერების დამუშავება, ასევე მთლიანი ზედაპირის შეფითხნა. ის კარგად იხეხება, აქვს ძალიან მაღალი ადგეზია, იმდენად მაღალი, რომ აუცილებელი არ არის მისი გამოყენების დროს გრუნტის ხმარება. ეს ფითხები იხმარება ჩვეულებრივ ფილებზე, ხოლო ნესტგამძლე ფილებზე, სველ წერტილებში ჩვენ ვიხმარეთ უნიფლოტის ნესტგამძლე ფითხი. როდესაც უნიფლოტს ხმარობთ, აუცილებელი არ არის მარმირებელი ქაღალდის ხმარება. პირდაპირ შეიძლება დატანა, რადგანაც უფრო მტკიცე გიფსისგან არის თაბაშირისგან დამზადებული და უფრო ელასტიურია. შიდა კუთხეების დამუშავება ხდება ასევე ქაღალდის მეშვეობით, იკეცება შუაზე და შიდა კუთხე კეთდება, ხოლო გარე კუთხეებზე შეიძლება როგორც ჩვეულებრივი მოთუთიებული კუთხოვანის გამოყენება, ასევე გვაქვს კნაუფს ალუქს კუთხოვანა, რომელიც ქაღალდის ლენტია, მასზე დაწებებული 2 რკინის ლითონის ზოლით და ამით ხდება გარე კუთხეების დამუშავება. იმითი არის კარგი ეს ალუქსის კუთხოვანა, რომ ნებისმიერი კუთხის დამუშავება შეიძლება, არა მარტო 90 გრადუსიანის. მანქანა არის PFT-ს მანქანა სამბა, რომლის მეშვეობითაც ხდება მზა ფითხის დატანა კედელზე. ამ მანქანით შესაძლებელია როგორც ფითხის დატანა, ასევე გრუნტის დატანა და ასევე საღებავების დატანა. მაღალი წარმადობის მანქანა არის და შეუძლია 5-6 კაციან ბრიგადას მოემსახუროს. ანუ ამით ხდება მხოლოდ მზა ფითხის დატანა კედელზე. შესაფითხი სამუშაოების წარმოება დასაშვებია, როდესაც ჰაერის ტემპერატურა +5-ის ზემოთ არის. უფრო დაბალ ტემპერატურაზე არ შეიძლება, იმიტომ რომ შემდეგ გაფუჭდება, დაზიანდება ნაკეთობა. როდესაც დამთავრდება სველი სამუშაოები, მხოლოდ მაშინ შეიძლება ვაწარმოოთ შეფითხვა.